რაც პასუხობს სახელმწიფო გლეხების მოთხოვნებს. ნათია მღებრიშვილი იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად. ნათია, გისმენთ. უფრო დეტალურად გლეხების მოთხოვნებს და სახელმწიფოს პოზიციაზე ჩვენთან ისაუბრებს მინისტრის მოადგილე. ბატონო ლევან, პირველი კითხვა მექნება, ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია. გლეხები აცხადებენ, რომ სახელმწიფო იტყუება მაშინ, როდესაც საუბრობენ, რომ ქარხნები იბარებენ ყურძენს. მათი თქმით, მხოლოდ დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება ხდება და ისიც 5 თეთრია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი, დანარჩენი სუბსიდირება. აი რა პასუხი გაქვთ თქვენ მათ მოთხოვნებზე და ბრალდებებზე? კი ბატონო, მოგახსენებთ, მე მინდა რომ განმარტო ზუსტად საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ კახეთში მოსახლეობამ ალბათ ზუსტად იცის რა რეალობაა, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება სამწუხაროდ შეცდომაშია შეყვანილი, ბევრი უზუსტობა იყო ნათქვამი ამ დღეების განმავლობაში და მე მინდა სიცხადე შევიტანო, ეს ასე არ არის. ყველა ქარხანა მზად არის მისაღებად, ქარხნები პირიქით მზად არის, მაგრამ ინტენსიურად ვერ მიმდინარეობს თველი იქიდან გამომდინარე, რომ არ არის ყურძნის კონდიცია, არავის ჩაბარების პრობლემა არ აქვს და არც ფასებია მართალი, სიმართლეს არ შეესაბამება. აქამდე რა თქმა უნდა დასეტყვილი ვარდებოდა, იმიტომ რომ ის უფრო აქტუალური იყო, ჩაბარებული იყო, მაგრამ იმ ადგილებში სადაც დასეტყვილი ყურძენია, თუმცა მთელი რიგი დანარჩენ ადგილებში გახსნილია ქარხნები საფერავის და რქაწითელის ჩასაბარებლად, ხარისხიანი ყურძნის მისაღებად. აქაც მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ფასების შესახებ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ფასები არის მინიმუმ 70 თეთრი ხარისხიან თეთრ ყურძენზე და მასზე მეტი იქნება რთველის მიმდინარეობისას, ასევე საფერავის შემთხვევაში ეს 85-ზე ნაკლები არ არის და ლარი და მეტი ფასებიც დაფიქსირდა უკვე, თუმცა ჩვენ ვიცით 2 წელი ვუყურებდით რთველის მიმდინარეობას და ყოველთვის მქონდა ამაზე საუბარი. რთველის დასაწყისში ფასი უფრო ნაკლებია, რთველის მიმდინარეობისას ფასი იზრდება მოთხოვნის შესაბამისად. ამიტომ წლევანდელი რთველი ცნებათა ღელვის მიუხედავად ძალიან წარმატებით ჩაივლის, იმიტომ რომ ორგანიზებულობის კუთხით აქ ხარვეზი არ არსებობს. 2 წელი წარმატებულ რთველზე მე მქონდა ხოლმე საუბარი, თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, რომ რთველი იყო წარმატებული ბოლო 2 წლის განმავლობაში და მის ორგანიზებაში რა თქმა უნდა მეც დიდი წვლილი მიმიწვის, მეც ვიყავი ერთ-ერთი თანამონაწილე. მე გეტყვით, რომ წელს ორგანიზების კუთხით კიდევ უფრო კარგია რთველი და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ვიდრე შაშანი. ბატონო, თუ გაქვთ ამ დროისთვის ინფორმაცია, რომელ ქარხნებში ხდება ყურძნის ჩაბარება, რომელი მუშაობს, რომ მზად არის, რომ ჩაიბაროს ყურძენი? აი ამ დროისთვის. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, ყურძნის მიღება შესაძლებელია ყველა იმ ადგილას, სადაც რთველი მიმდინარეობს და სადაც ყურძენი უკვე არის კონდიციაში, სიტყვა საკმარისია. ეს არის საუბარი დედოფლის წყაროზე, სიღნაღზე, გურჯაანზე, ყვარელზე, იმ ადგილებში, სადაც ყურძენი უკვე მოწეულია. რა თქმა უნდა, თელავშიც არის საწარმოები გახსნილი, მაგრამ იღებენ სწორედ ამ გეოგრაფიიდან ყურძენს, იმიტომ რომ თელავში, საგარეჯოში, ახმეტაში ეს ის ადგილებია, სადაც ყურძენი არ არის მოწეული. იქაც კი სადაც აღნიშნე, ყურძენი არ შესულა კონდიციაში. ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, რომ აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არ შესული რთველის შესახებ გააკეთონ შეფასებები. ისე ვამბობ მოსახლეობისთვის, რომ სახეებს ვისაც ჩვენ უყურებდით, კარგად იცნობს კახელი მოსახლეობა, ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მე ვამბობ უბრალოდ დანარჩენი საზოგადოებისთვის, რომ ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია თვითონ ვენახიც კი და ადამიანები, ვინც მათ ხელმძღვანელობენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას რაღაცეებისკენ, ეს იყვნენ ის ადამიანები, ვინც თვითონ უკრძალავდა ღვინის წარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას თავიანთი მეგობრებისგანაც კი და მე ვარ ამის მოწმე. მე არ გახლავართ ხელისუფლებაში ბოლო 2 წელიწადი, 15 წელი ვარ ინდუსტრიაში ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი გახდით. აქედან გამომდინარე ყველა ფაქტზე, ყველა კონკრეტულ ფაქტზე მაქვს ინფორმაცია და შემიძლია ძალიან დეტალურად მოგახსენოთ. ბატონო ლევან, რაც შეეხება კიდევ ერთი მოთხოვნა გქონდათ გლეხებს არ ხვდება მათ სოფლის მეურნეობის მინისტრი. თუ გაქვთ ინფორმაცია, როდი შეხვდება ოთარ დანელია მათ და ადგილზე გაეცნობა არსებულ პრობლემას? მოგახსენეთ, ესეც აბსოლუტური სიცრუეა, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად და შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ჩვენ ვართ ყოველდღე კახეთში. დღესაც ვიქნებით კახეთში, ჩვენ გუშინაც ვიყავით კახეთში, ყოველდღე გვიწევს კახეთში მოძრაობა. ხან კახეთში ვართ, ხან თბილისში ვართ, ისე იმ ადგილას ვართ, სადაც საჭიროა, სადაც უფრო მეტად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს ორგანიზებულად. შეხვდით ბატონ ლევან კარი? ჩვენ სულ გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ჩვენი თანამშრომლები, შტაბის წევრები, თქვენ იცით, რომ ყველა აქციაზე მონაწილეობდნენ, განმარტებებს აძლევენ მოსახლეობას და თუ სადმე იყო რაიმე ტიპის შეფერხება, უხერხულობა ჩვენ დავინახეთ, იყო საუბარი, სადაც ერთ-ერთ საწარმოში, როდესაც რა თქმა უნდა ასევე უსაფუძვლოდ საუბარი იყო იმაზე, რომ დიდი რიგი იყო და რა თქმა უნდა კახეთმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის რა არის რიგი და რომ თანმიმდევრი პროცესია რთველის, ამაზე ყოველთვის ჰქონდა საუბარი, რამდენიმე მანქანაზე იყო საუბარი. იქ იყო ფაქტი, ინციდენტი, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ აქაც შტაბის წევრებმა გააკეთეს განმარტება, განსაზღვრეს, რომ მიუღებელია ასეთი ტიპის დამოკიდებულება და საუბარი ჟურნალისტებთან პოზიციის მიუხედავად. ბატონო, გუშინ საკუთრივ დაძაბული ვითარება იყო კახეთში და გუშინ ითხოვდნენ კონკრეტულად
გუშინ რომ შეხვედრო და მათ ოთარ დანელია. თქვენ თქვით რომ იყავით იქ ჩასულები. რატო გუში რატო არ მოხდა? რატო მოგახსენებთ, ჩვენთვის მიუღებელია იმ ფორმატში საუბარი, რა ფორმატზეც არის რა ფორმატზეც ითხოვენ პროვოკატორი ლიდერები კომუნიკაციას. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ სხვა ფორმატში საუბარი და მინისტრი არასოდეს არ გაურბის პოზიციის დაფიქსირება ჩვენ ნებისმიერ ფორმატში, სადაც შესაძლებელია დიალოგის რეჟიმში ვისაუბროთ არგუმენტირებულად და არა გამოსვლის წიოკის ისეთი პროვოკაციის რეჟიმში, რომელსაც ჩვენ უყურებდით ტელეეთერით ამ დღეების განმავლობაში. ბატონო, და ბოლო კითხვა მექნება მაინც, როდი შეხვდება სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს და რა ფორმატში? არანაირი პრობლემა არ არის, ეს შეხვედრა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, ნებისმიერ კითხვას ჩვენ პასუხს გავცემთ. ფასებთან დაკავშირებით თუ არის, თუ აპირებს სახელმწიფო დათმობაზე წასვლას და თუ მიმდინარეობს კონსულტაციები? მოგახსენებთ, ფასების თემა აბსოლუტურად უსაფუძვლა. პირველ რიგში ყველა დარწმუნდა, რომ ჩაბარების თემა პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ყველა ხედავთ, რომ საწარმოები ღიაა და ჩაპირიქით კრიტიკული მასა არ ცვლოვდება თითო საწარმოში, იმიტომ ჯერ კიდევ ადრეა არ შესულა ინტენსიურ ფაზაში რთველი. არ შეეხება ფასებს. ფასები რთველის დასაწყისში ყოველთვის ნაკლებია, შემდგომ ეტაპზე მოთხოვნის მიხედვით ეს იმატებს. ამას ვიმეორებ უკვე მესამე წელია და საზოგადოება მგონი დაიღალა ამ თემაზე საუბრით. ფასები არის მინიმუმ 85 თეთრი ამ ეტაპზე საფერავზე და კაცითელი შემთხვევაში 70 თეთრზე ნაკლები ეს არ არის. ეს კარგი ფასია, თუმცა ამ ფასებზეც ეს არ იქნება, ფასი იქნება სხვადასხვა, იმიტომ რომ ხარისხიან მიკროზონებში, სადაც უფრო მეტი ღირს ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა და არ დაწყებულა მისი კრეფა. დავალოდოთ მოვლენებს, შევხედავთ ფასებს, საბოლოო საშუალო ფასები არ იქნება ცუდი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ინტერესშიც არის, ჩვენც ვუნავთ მოსახლეობაზე, მევენახებზე, მე მინდა რომ მათ მეტი შემოსავალი მიიღონ. მაგრამ მეორეს თუ ყველას ავიწყდება ის, რომ წას გაზრდილია მოსავალი და თითოეული ის ფერმერი, რომელიც თუ რამდენიმე პროცენტით ნაკლებ ფასს იღებს ერთეულ კილოგრამზე, ის ჯამურ შემოსავალს ალბათ ნაკლებს არ მიიღებს გაზრდილი მოსავლის პირობებში, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ქონდა საუბარი. დიდი მადლობა ბატონო. ეს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. მე შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა განცხადება, რომ თბილისშიც იქნება ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები 6 ადგილას და უკვე ჩვენ ვიყავით იმ ადგილებს, სადაც უნდა გაიხსნას ეს პუნქტები, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა, სავარაუდოდ ეს დედაქალაქის მერიის პრეროგატივაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომართვის საფუძველზე ჩვენ რაიონული გამგეობების მეშვეობით გამოვყავით ადგილები, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი ყურძნის რეალიზაცია. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ რეალიზაციის პროცესს და გამოვყოთ ისეთი ადგილები, სადაც ერთის მხრივ მისადგომად არის კარგი ეს ადგილები და მეორეს მხრივ დასაშვებია გარევაჭრობა, შესაბამისი პროდუქციის რეალიზაცია, ამიტომაც დავეხმარე და გვეჩამოდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 10 რაიონული გამგეობების სამოქმედო ტერიტორიაზე არის გამოყოფილი ადგილები, ისევე როგორც ბაზრობების ტერიტორიაზე თავისთავად არის სარეალიზაციო ადგილები, ასე რომ საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი. გადაწყვეტილება ყურძნის ჩამბარებელი პუნქტების დამატებით განთავსებასთან დაკავშირებით დედაქალაქში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ მიიღო. მადლობთ ნათია, ეს ნათია მღებრიშვილი იყო.